დაგიბრუნდეთ სიუს სამზარეულო და არც მეტი არც ნაკლები დღეს ლაზანიას მოვამზადებთ. უფრო სწორედ ლაზანიას ბიძაშვილს, იმიტომ რომ ტრადიციული ლაზანიისგან განსხვავებით მე ყველის გარეშე მოვამზადებ მას. არის უზომოდნოყიერი და მთელი ოჯახი რომ მადლიერი დაგრჩებათ ისეთი. 2 ცალი დიდი დავი ხახვი დავჭრათ, შემდეგ მოვთუშოთ და დავამატოთ 1 კილოგრამი ფარში. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ საქონლის ხორცი 400 გრამი, 300 გრამი ღორის ხორცი და 300 გრამი ქათმის ხორცი, გადავური ერთმანეთში. მეც არაფერს არ ვუმატებ და შემდეგ უკვე მოვთუშავ ხახვთან ერთად ამ ყველაფერს. შემდეგ ტომატ პასტას გავხსნი ადუღებულ წყალში, დავუმატებ წიწაკას და მარილს გემოვნებით და მოვთუშავ. ახლა უკვე გადავედით აწყობაზე, გამოვიყენებთ ლაზანიის მაკარონჩიკებს და ესე ფენა დავავალგებთ. პირველი ფენა მიდის საწებელი, თუ კი მოგეპოვებათ და დარწმუნებული ვარ ყველას მოეპოვება სახში გემრიელი საწებელი. შემდეგ მეორე ფენა წავა ხორცი, ანუ უკვე მოხრაკული ხორცი. შეგიძლიათ ყველიც დავუმატოთ, ფენებს შორის მე უბრალოდ არ მიყვარს ყველი და შესაბამისად არ დავუმატე და ასე აწყობთ ფენას. ბოლო ფენა უნდა იყოს ესე ტომატით კარგად უნდა მოასხათ საწებელით. და თუ კი ყველი გიყვართ, მოაყრით ზემოდან ყველს. შემდეგ უკვე შედგავთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი. უზომოდ ნოყიერი და გემრიელი ბაღშამი მზად არის მთელი ოჯახისთვის. გემრიელად მიირთვით.